ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. ნახეთ, მას აქვს კონკრეტული მიზანი. მან იცის გამარჯვების ფასი. ის მზად არის გაიაროს სიცრუის დეტექტორის კაცრი გამოცდა მილიონობით მაყურებლის წინაშე. მინდა რომ ეს სნობიზმი სირცხვილთან დაკავშირებით და რაღაცების დამალვასთან დაკავშირებით რაღაცნაირად იყოს გადალახული. გავლენიანი ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვის მონაწილეობდა დიდ პოლიტიკაში, სად არის ახადოს ფარდა სიმართლეს. ედვარდ შევარდნაძის უშუალო პოლიტიკური დაკვეთა შეგისრულებია. ერთადერთი ქართველი ტელეაკადემიკოსის პირველი სატელევიზიო აღსარება. წამყვანობის დროს მაყურებელი შეგნებულად მოგიტყუებია. ეკრანიდან გაუჩინარებული პოპულარული წამყვანის კარიერის უცნობი დეტალები. გამოგიყენებიათ შენი კავშირები კონკურენტების ჩამოსაშორებით. PR ტექნოლოგიების გამოცდილი სპეციალისტის მოულოდნელი პოლიტიკური პროგნოზი. როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში? ნახეთ კოკა ყანდიაშვილის აუდიენცია სიმართლის დროში. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარა. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათი. მან დააგეროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არიციან შედეგები. თუკი მათი პასუხები ნამდვილად გულწრფელი იქნება, ისინი ამ დარბაზს 100,000 ლარით დატოვებენ. ნიკოლოზ, იგივე კოკა ყანდიაშვილი, 39 წლის, საერთაშორისო ტელერადიო აკადემიის აკადემიკოსი, განქორწინებული, ჰყავს 2 ქალიშვილი, 16 წლის მარიამი და 13 წლის თეა. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი მივესალმოთ ჩვენი გადაცემის ახალ, თუმცა ყველასათვის კარგად ნაცნობ ადამიანს კოკა ყანდიაშვილი. როგორ ხარ? მოკალათი? ისთან ერთად მოხდით, მოგიტავი ძერას. გადაცემაში მოვედი იმ ადამიანთან ერთად, იმ ოჯახთან ერთად, ვინც დაკარგა სახელი. თქვენი სახელი რა კოსტუმრის სახელი გვინტერესებს? ინგა კორაშვილი. ძალიან სასიამოვნო. მედია კოკა ყანდიაშვილი დაგეხმარებათ რაღაცნაირად. თამამი ნაბიჯი, როგორ ფიქრობ აქ მოსვლა შენ? ეკრანზე დიდი ხანია არ გამოჩენილ ხარ და მაინც აქტიურად ინტერვიუებსაც აღარ იძლევენ. არ ვიცი თამამი ნაბიჯი არ არის თამამი ნაბიჯი. სიმართლის დროში მოხვედი ეს რამეს იძახი შენთვის აი ეს ორი სიტყვა. სიმართლის დრო კი, რა თქმა უნდა, საერთოდ რაღაც როგორ რამდენითაც მე ვიცი, დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ არის ისეთი, რომ ცოტა საშიში ხო არ არის იქ მისვლა. რატომ? შენ თამამი ადამიანი ხარ, მე რამდენადაც ვიცი და სიმართლის თქმა პრინციპში არ უნდა გიჭირდეს ალბათ. არ მიჭერს, მეც გერბი, არაფერი არ მაქვს დასამალი, ისეთი, რისით შეიძლება თქვა შემწყვეს და საერთოდ მინდა რომ ეს სნობიზმი სირცხვილთან დაკავშირებით და რაღაცების დამალვასთან დაკავშირებით რაღაცნაირად იყოს გადალახული. კარგია რომ არის ეს პროექტი. მომენტებით ადამიანი, რომელიც პრინციპში აი ახალგაზრდობიდან სულ ტელევიზიაში მუშაობს, რომელიც არაერთი პროექტის ავტორია. მე რამდენადაც ვიცი, სახლში არ გაქვს ტელევიზორი, ეს რას ნიშნავს? ტელევიზორი რო არ მაქვს, ნუ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს რომ უყურო ეს ერთი. არ გაინტერესებს მეორე? მეორე, კი, პრინციპში მაინტერესებს, მენატრება კიდეც, მაგრამ ტელევიზორს რო ვთავ, ყველა ნაცნობია. მე ოპერატორის ხელსაც კი ვცნობ, ვინ არის ამ გადაცემის ოპერატორი, გამნათებელი, ხმის რეჟისორი.
კოტა, მე მინდა პირველ რიგში უცებ ახლა აგიხსნე წესები და მოდი რაღაცნაირად იქნებ თანხის მოგებაზეც გადავიდეთ. წესები არის ძალიან მარტივი, რამოდენიმე ეტაპია. პირველი ეტაპი 6 მარტივი კითხვისგან შედგება და იგებ 400 ლარს. ეს თანხა არის შენი გარანტირებული თანხა. მეგრე უკვე სხვადასხვა ეტაპებია, სხვადასხვა კითხვები და რა თქმა უნდა თანხაც გაიზრდება. დიახ. მზად ხარ პირველი კითხვა დაგისვა? მზად ხარ. კი ბატონო, პირველი შეკითხვა. ტელევიზორის არ ქონა, ძირითადად შენი შინაგანი პროტესტის ფორმაა? არა. ეს პასუხი არის სიმართლე. მართალი პასუხი გაქვს. მინდა დაგისვა მეორე შეკითხვა. მინდა. მეორე კითხვის დროც მოვიდა. შენი ეკრანზე დაბრუნება მედიის თავისუფლების დადასტურება იქნება? არა. არ იქნება. ეს პასუხი არის სიმართლე. რატო ვარ მე ხა მედიის თავისუფლების სიმბოლოს ერთ არ მესმის? სულაც არა. სულაც არა. საერთოდ ვინმე მიგაჩნდა კონკურენტად? კი, აი ვინ შეიძლება ყოფილიყო, როდესაც შენ თქვა თუნდაც პირველ არხზე მუშაობდი. ნანკა როგორ არის, იცი ყველა ვინც აკეთებს კარგ სატელევიზიო პროექტს არის ჩემი კონკურენტი, რა თქმა უნდა. ვინ აკეთებს კარგ სატელევიზიო პროექტს? ვინ არის კოკა ყანდიაშვილის კონკურენტი? ან იყო იმ დროს? ნუ იმ დროს იმ შემთხვევაში, როდესაც მე ვარ წამყვანი, თქვა გადაცემა. მე არ მახსოვს უბრალოდ, იმიტომ გეკითხებ. თუ მე მიმყავს გადაცემა რა ხდება, ჩემი კონკურენტები არიან ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია, ღამის კურიერი, ვთქვათ, ამ დაგვარი პროგრამების წამყვანები. თუ მე ვარ სტუდიის ხელმძღვანელი, ყველა სხვა სტუდია არის ჩემი კონკურენტი, რა თქმა უნდა. ფრაზა სხვათა შორის დღემდე ახსოვს ხალხს, რა ხდება? რა ხდება? ეს არის ხიტი, მინდა გითხრა. მოდი დაგისვა მესამე შეკითხვას. გამოგიყენებიათ შენი კავშირები კონკურენტების ჩამოსაშორებლად. კი, გამომიყენებია. გამოგიყენებია. კი. და საინტერესოა. ეს პასუხი არის სიმართლე. როცა უკვე 3 წუთი პასუხი გაქვს, კიდევ 3 და გახდები 400 ლარის მფლობელი. რა საკეთებდი ხოლმე, როგორ იყენებდი? იმიტომ შენ გავლენიანი ადამიანი იყავი, თითქმის ყველა სამინისტროს კარი შენთვის ღია იყო, ამდენადაც მე ვიცი. როგორ მიმართავდი, რას მიმართავდი, რა ხერხებს? სამინისტროში მაინც არაფერი არ მეცაქმებოდა, კარი ღია იყო თუ დახურული ამას პრინციპში მნიშვნელობა არ ქონდა. ტელეფონი დაგვარებდი ყველაფერს. პირველი შენ იყავი მობილური, ვისაც ქონდა და გვალფერიანი მერსედესი. ესე იყო. საერთოდ ყოველთვის კარგად ცხოვრობდი, არ მიჭირდა ნამდვილად. მე არასოდეს არ მიზრუნია იმაზე, რომ ინგა ჩამომეშორებინა, ან ეკა, ან არ ვიცი, ვინმე წამყვანი. აქ საუბარი იყო მაგალითად სტუდია, რომელიც ამზადებდა რაღაც პროექტს. რა თქმა უნდა, მე ვცდილობდი, რომ ჩემი სტუდიის პროექტი გასულიყო და რა თქმა უნდა, ვიყენებდი ყველა ხერხებს და საერთოდ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესოა კონკურენცია, რომელიც არსებობს. რა თქმა უნდა. რამდენად ვიცი, ოპოზიციის პიარში კითხვა. და შენ შულსაც რამდენად ვიცი პიარში გოგავ და ერთ-ერთს. არა. არა, გადაწყვეტილია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ერთი მხატვარი იქნება, როგორც ჩანს და მეორე ჯერ არ ვიცი. მოდი დაგისვა ახლა კითხვას. მეოთხე შეკითხვა.
შესაბამისი ანაზღაურების და პირობების შემოთავაზების შემთხვევაში ხელისუფლების სატელევიზიო რუპორი გახდებდი. თან ახლანდელი მდგომარეობა თუ გავითვალისწინებ? არა, არ გავხდები. არ გახდები. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ჟურნალისტის მთავარი რა არის? როგორი უნდა იყოს? განათლებული და უნდა ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციას. მოდი მეხუთე კითხვას დაგისვი. კი ბატონო. მეხუთე კითხვა. ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს პროფესიული პრინციპები დაგირღვევია? კი, დამირღვევია. დამირღვევია. ეს პასუხი არის სიმართლე. გიოცალტოფეთი ძირითადი პასუხი გაქვს. საერთოდ მინდა ვკითხო, თქვენთვის მოულოდნელი იყო ესეთი პასუხი? ჩემთვის? არა. ანუ თქვენ წარმოიდგენთ, რომ ის არ უღებდება რაღაც პრინციპებს. ვერ. კარგი. როგორი გულწრფელი მხარდამჭერი? არა, ჩვეულებრივი. აპლოდისმენტები. მოდი გავიხსენოთ კიდევ ძველი დრო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არის, ჩვენ და საბედნიეროდ ეს პოლიტიკური გადაცემა არ არის, მაგრამ ხანდახან რესპონდენტებიდან გამომდინარე რაღაც კითხვების დასმა გვიწევს ხოლმე და ხანდახან წარსულშიც დაბრუნება. ჟურნალისტს ალბათ ხშირად უწევს რაღაცების გაკეთება თავის და ძალდატანებით თუნდაც. შეიძლება რაღაც გაკეთება არ გინდოდეს და გაგაკეთებინონ. ხშირი შემთხვევებია ასეთი. კი, ყოფილა ესეთი შემთხვევა. ან არ იზიარებ იმას, რასაც აკეთებ. ნუ, ნანკა როგორ არის იცი, აი არის სიტუაცია. ზოგადად ვიძახ შენ შემთხვევას არ გულისხმობ. ჩემ შემთხვევაზე გეტყვი, რო დავკონკრეტდე. რა თქმა უნდა, ყოფილა სიტუაცია, რასაც არ ვეთანხმებოდი პრინციპულად. ნუ აი იმდენად პრინციპულად, რომ იქ შანსი არ იყო, რომ მე გადამეთქვა და გადამელახა ეს პრინციპი. მაგრამ ყოფილა სიტუაცია, როდესაც მე არ ვარ თანახმა, მაგრამ იწევს გაკეთება? გიხს, ანუ სიტუაცია არის ისეთი, რომ საერთოდ ჯამში ჯობია ეს ნაბიჯი გადადგა, ჯობია არა შენთვის. შენთვის თუ ზოგადად? მაგას გეტყვი, მე შემიძლია ეს მაგალითი მოგიყვა ერთ-ერთი. მაგალითად იყოს. მინდა კითხვას დაგისვა და მე დავკონკრეტებ, იმიტომ რომ დაახლოებით ამ თემის გარშემო არის ეს კითხვაც. მეექვსე კითხვა. ედუარდ შევარდნაძის უშუალო პოლიტიკური დაკვეთა შეგისრულებია? რეკლამის შემდეგ ნახეთ. მას აქვს კონკრეტული მიზანი. მან იცის გამარჯვების ფასი. ის მზად არის გაიაროს სიცრუის დეტექტორის კაცრი გამოცდა მილიონობით მაყურებლის წინაშე. ერთადერთი ქართველი ტელეაკადემიკოსის პირველი სატელევიზიო აღსარება. წამყვანობის დროს მაყურებელი შეგნებულად მოგიტყუებია? PR ტექნოლოგიების გამოცდილი სპეციალისტის მოულოდნელი პოლიტიკური პროგნოზი. როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში? ნახეთ კოკა ყანდიაშვილის აუდიენცია სიმართლის დროში. ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. ედუარდ შევარდნაძის უშუალო პოლიტიკური დაკვეთა შეგისრულებია? კი, შემისრულებია. საინტერესოა. საუბარი უფრო და უფრო ეს პასუხი არის
სიმართლე. ოთაშორის შენ უკვე გახდი გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. ძალიან მიხარია. მე მინდა გითხრა რომ მეორე ეტაპზე გადასვლის დროც მოვიდა. გადავიდეთ თუ შეწყვიტავ. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეწყვიტო თამაში, სანამ მე კითხვას დაგისვამ. როდესაც მე კითხვას დავსვავ, შენ უკვე პასუხი უნდა გამცა. ოთაშორის თქვენ შეგიძლიათ ამ ღილაკს დააჭიროთ ხელი თუ რამე კითხვა არ მოგეწონებათ და მე გადავახტები მომენტალურად იმ შეკითხვას, მაგრამ არ ვიცი რამდენად სასიამოვნო შეკითხვით შეგიცვლი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნანკა რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მოვიგო იმისათვის რომ ეს ქალბატონი და მისი შვილები დავაბრუნო თავის სახლში. ამიტომ შევეცდები რომ რაც შეიძლება გულწრფელი ვიყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული რა თანხით წახვალ აქედან. მოდი შენს ოჯახზე ვისაუბროთ. ძალიან უცნაური ამბავი იყო მამა შენთან დაკავშირებით. დიახ. დღემდე არ იცით ცოცხალია, არ არის ცოცხალი, მაგრამ მithქმა იყო იმდენი საერთოდ ჭორი, იმდენი დადის, რომ მამა შენი ვითომ მევალეებს განიმალებოდა, თვითონ გააკეთა ინსცენირება გახდობის, მოკლედ ძალიან ბევრი ჭორი იყო. პრინციპში რაღაც დროის მე უბრალოდ იმედი მაქვს რომ მამა ჩემი არის ცოცხალი. ძალიან ბევრი ჟურნალისტი ხო, აი თვითონ გზავს ხოლმე, ხანდახან ბევრს იგონებენ ხოლმე და რატო გიკვირდა რომ ესეთ რაღაცებს ჭორაობო? იცი პრესაში ამის შესახებ აფერი არ დაწერილა, უბრალოდ თქვა თუ იმე ნაცნობი მეტყოდა რომ იცი რა, აი ამბობენ რომ მამა შენი იქ სადღაც არის და შენ იცი და სულ ფიქრობდი რომ რატო უნდა დავუმალო თუ მომაჩი არის, მაგას რაჯობია. არ ვიცი, სადღაც იმედი არის რომ ცოცხალია. მე შინაგანად მჯერა რომ მამა ჩემი ცოცხალი უნდა იყოს, იმიტომ რომ სუფრაზე ხშირად მას აფიქრებენ ხარ როგორც გარდაცვლილს, ხარ მოიხსენიებენ ხარ როგორც ცოცხალს და სულ რაღაც ისე ტკივა, როდესაც მას როგორც გარდაცვლილს მოიხსენიებენ, იმიტომ რომ მე მამა არ მინახავს გარდაცვლილი. მამა ვნახე ძალიან კარგ ხასიათზე, ღამე დაამშვიდობა და დილით უნდა შევხვედროდეთ. всё. ამის შემდეგ გაქრა და აღარც გინდა. ამის შემდეგ მე მამის შესახებ მხოლოდ ვიცი თუ ვინმე რაღაცას აი მეტყვის რომ აი იცი ესე ამბობენ. დაიწყობა აი ამ ჭორებიდან გამომდინარე, შენი მონაყოლიდან გამომდინარე, მე მინდა მეშვიდე კითხვა დაგისვა. კი ბატონო. მეშვიდე კითხვა. ქონია კონტაქტი მამაშენთან მას შემდეგ რაც ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა? არა. არ მქონია. ეს პასუხი არის სიმართლე. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა მოგილოცო უკვე 7 მართალი პასუხი გაქვს. შენ რაღაც სულთი ხაზი გაქვს, რაღაც თითქოს ბოლო პერიოდში, რაღაც შენი პირადი ოჯახური ცხოვრებაც ვერ აგეწყო მაინც და მაინც. საკმაოდ ცნობილი ქალბატონია შენი მეუღლე. დიახ. დღეს მეგობრო, გაშორებულები ხართ? კი, ჩვენ გავშორდით, დაახლოებით 10 წელია. და მეგობრული ურთიერთობა ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ჩვენ ვართ ძალიან კარგი მშობლები. ყავს ძალიან კარგი შვილები. ვართ თანამედროვე ცივილური ადამიანები და ის არის ჩემი უახლოესი მეგობარი. იცი რა მაინტერესებს, რა საკითხს ახლა შენი მეუღლე? ვით საქმიანობს? ჩემი მეუღლე მუშაობს, უვლის ბავშვებს, არის კარგი დედა. არა, მუშაობს, დიასახლისობს კიდეც. არის ძალიან კარგი დედა და ყველაფერს აკეთებს შვილებისთვის, რაც კი მას შეუძლია. მოდი დაგისვამ ახლა მერვე შეკითხვას. კი ბატონო. შენს მეუღლესთან დაშორებისას ყველაზე რთული შვილებთან გაყრის მიზეზზე საუბარი იყო. კი, ყველაზე რთული იყო ბავშვებთან საუბარი ამ თემაზე. ახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. უკვე 8 მართალი პასუხი გაქვს. ეხლა არ გიჭირს რომ აი დღეს ესეთი აქტიური ცხოვრებით არ ცხოვრობ თუ ცხოვრობ? ნაკა დღეს ცხოვრობ ძალიან საინტერესო ცხოვრებით, იმიტომ რომ როგორია შენი ცხოვრება დღეს? ჩემი ცხოვრება ძალიან რთული,
გაუსაცლისი, აი ურთულესი. რატო? გასულ წელს, ახალ წელს, აი როდესაც ეს გადაცემა გადის ეთერში. ამ დღეს მე ჩემ ოჯახთან ერთად ვიყავი ბედნიერი, ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება არის უზრუნველყოფილი, მაქვს სახლი, კარი და ყველაფერი. გავიდა მხოლოდ 1 წელი. და მე არ მაქვს არც სახლი, არც კარი და არც უზრუნველყოფილი ცხოვრება. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრი ასევე შევიდა აი ამ რაღაც გაუგებარ სიტუაციაში, რის შედეგადაც დაკარგა ყველაფერი, რაც ჩვენ გვქონდა. რომელი ოჯახის წევრი? დედა. დედა. და ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი მორალი, მეუბნეო რომ არასოდეს არ უნდა მივატოვო დედა, როგორიც არ უნდა იყოს ის სიკვდილში. ჩემი არის დედა. მე ვარ კაცი, რომელმაც ერთხელ ნულიდან დავიწყე ჩემი ცხოვრება და ავაწყე და ეხლა მიწევს ნულიდან და კიდევ ავაწყებ. კაცს ნამდვილად იმსახურებ. შურის სტუმარი ხარ ხოლმე კუბის, რამდენადაც მე ვიცი. კუბა მიყვარს ძალიან. რატომ გიყვარს ესე ძალიან? ტემპერამენტიანი კუბელები მოგწონს თუ რაღაცა ინტერესები გაქვს, სხვა და იქაც მუშაობ? როდესაც პირველად ვაპირებდი კუბაში წასვლას, დედამ მითხრა რომ არასოდ არ წახვიდე მაგ ქვეყანაში, იმიტომ თუ წახვალ ერთხელ მაინც ყოველთვის მოგინდება იქ დაბრუნება და იმდენადაც მთელ მსოფლიოში ვარ ნამყოფი. ვერ წარმოვიდგენდი რომ კუბა იქნებოდა რაღაც ისეთი, რომ კიდე მომინდებოდა იქ ჩასვლა. დედა აღმოჩნდა მართალი. კუბა არის ერთგვარი 64 დედამიწაზე. სადაც რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც ცუდადაც არ უნდა იყო, როგორც ცუდიან კარგი ამინდიც არ უნდა იყო, ყველა წამს შენი იყოფ, ისა შენ იჭერ შენ თავს, რომ შენ ხარ ბედნიერი. ეს ფხიზლად ხდება, კუბა სადაც ცნობილია ბევრი რაღაცით. ფხიზლად ხარ ბედნიერი? არა, ფხიზლად. მე ცნობილი ვარ, რომ მუდამ ფხიზელი ვარ, არ ვსვავ. ზოგადად. როგორ ფიქრობ, შენგან კარგი სპეცსამსახურის თანამშრომელი გამოვიდა და იმდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი? ალბათ არა, იცი, გვისაუბრე ამაზე და მითხეს, რომ შენ ისეთი სახე გაქვს, რომ ერთხელ შემოთავაზება ყოფილა? არა. უბრალოდ საუბრის დონეზე. რომ შენ ისეთი სახე გაქვს, რომ ერთხელ რო გნახავს, ადამიანი გიმახსოვრებს, ამიტომ შენ რაფერი არ გამოვა. რა ხდება, თუ იკითხე ხო საერთოდ? თუ ვიკითხე კი. ისე რომ მოდი ახლა მეცხრე კითხვას დაგისვევ და სწორედ კუბა დომინირებს აი ამ შეკითხვაში. კი ბატონო. მეცხრე შეკითხვა. კუბის მთავრობა. სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტი რომ შემოგთავაზოს. რათან ხდები? არა. არასდროს. არა. ეს პასუხი არის სიმართლე. უნდა მოგილოცო ორი კითხვა და შენ 40000 ლარის მფლობელი გახდები. რატომ ეს კატეგორიულად თუ კი ბედნიერება? ჩემი მეგობარია ტელევიზიის თავმჯდომარე. ერთად სწავლობდით. არის კუბის ტელევიზიის თავმჯდომარე და მე რო დამნიშნონ, ის უნდა მოხსნანდა. მოდი დაუბრუნოთ ახლა იმ გაჭირებულ ადამიანებს, რომელსაც შენ ეხმარები. რაღაც ფონდის ჩამოყალიბებას აპირებ თუ ჩამოაყალიბება. გეტყვი როგორ არის? მე უკვე არ მაქვს სახლკარი. უკვე არ ხარ. უკვე არ მაქვს. მაგრამ მე ვიცი რომ მე ჩემ ცხოვრებას ნაქირავებში ცხოვრობ. კი, ნაქირავებში ვცხოვრობ. მე ვიცი რომ ჩემ ცხოვრებას ავაგებ თავიდან და საერთოდ ვიქნები ძალიან მდიდარი ადამიანი როგორც ვიყავი და ძალიან მდიდარი მოუკვდები ზოგადად. როდესმე. ახლა არის კითხვა, რომელზეც პრინციპში პასუხი მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ვიცი რამდენად ადეკვატურია. თუ ვიზიას საუბარი, ამას არ ვიცი მეტყვი თუ არა, მაგრამ იმედია სიმართლის დროში ხარ მოსული და ამასაც მომიყვები. მეათე შეკითხვა. ერთ-ერთმა მდიდარმა ქართველმა ნამდვილად გითხრა, რომ ისე უჭირს 2 წელია პერანგი არ უყიდია. კი, ნამდვილად მითხრა. გითხრა. გითხრა. ეს პასუხი არის სიმართლე. ვილოცავ, შენ კარგი გიწიფელი პასუხი გაქვს, მინდა მოგილოცო, სულ ერთი დაგჭა და 4000 ლარის მფლობელი გახდები, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, ვინ იყო ესეთი მდიდარი ადამიანი, რომელიც 2 წელი ასე საწყლად პერანგიც კი ვერ იყიდა.
მოხდა ისე, რომ როდესაც მე დავდექი ამ რეალობის წინაშე, გადავწყვიტე, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემის აზრით აქვს საშუალება, რომ დაეხმაროს იმ ხალხს, ვინც რჩება ქუჩაში, მივმართო თხოვნით. ანუ არ გამოვიდე საჯაროდ და თქვა ტელევიზორით მივმართო ან განცხადებით. შენ გაქვს ამის საშუალება, რომ პირადად ვერ დაურეკო და მივიდე და ვნახე. მინდა ავიღოთ სიტუაცია ესეთი, რომ მე მივედი 10 ну შეიძლება ითქვას დიდრები ყავს ესე იგი ქვეყანაში. აბა ქვეყანა ცუდად განვითარდა, ეკონომიკა ცუდ დღეშია. ამდენი მდიდარი საერთოდ. დიდრებს ეს არ ეხება. არა ხო? დიდრები ყავს, მივედი და აი 10 კაციდან შემიძლია გითხრა, რომ ყველაზე მეტი ვთქვათ 3 კაცმა გადაწყვიტა, რომ რაღაც სახის დახმარება გაგიწიეს. მე მაქვს სულ მატერიალური, ფინანსური და ასე შემდეგ. ძალიან პროფესიონალურად გადაგაქვს თემა და მე გეკითხები, ვინ იყო ეს ადამიანი, ვინც პერენგს ვერ ყიდულობდა? თუ არ ყიდულობდა? ნანკა მე არ გეტყვი ვინ იყო ეს ადამიანი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე დავემსგავსები ამ ადამიანს. პირდაპირ მე-11 შეკითხვას დაგისვავ. და მე ამის გარშემო შეგვიძლია ცოტა ვიტრიალოთ კიდეც. მე-11 შეკითხვა. წამყვანობის დროს მაყურებელი შეგნებულად მოგიტყუებია? რეკლამის შემდეგ ნახეთ. მას აქვს კონკრეტული მიზანი. მან იცის გამარჯვების ფასი. ის მზად არის გაიაროს სიცრუის დეტექტორის კაცრი გამოცდა მილიონობით მაყურებლის წინაშე. PR ტექნოლოგიების გამოცდილი სპეციალისტის მოულოდნელი პოლიტიკური პროგნოზი. როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში? ნახეთ კოკა ყანდიაშვილის აუდიენცია სიმართლის დროში. ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. წამყვანობის დროს მაყურებელი შეგნებულად მოგიტყუებია? კი, მომიტყუებია. შეგნებულად. ეს პასუხი არის სიმართლე. როცა შენ უკვე 4000 ლარის მფლობელი გახდით. შენ ტელევიზიიდან წახვედი თუ გაგიშვეს? აი ეს არ მახსოვს. შენ გამოხვედი ერთხელ მახსოვს სიტყვით, რომ თქვი რომ აი ეს მდგომარეობა როცა არის პოლიტიკური ქვეყანაში, მე ვხედავ აი ამ შოუს, თუ რა ხდება ყოველდღე მგონი თუ არ ხდები. მე ვხედავ ჩემს თავს და აი ამ პროექტს თქვათ აი ამ სივრცეში, მაგრამ ორ დღეში გამოჩნდი ისევ ეკრანზე. დიახ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? შენ პრინციპებს კიდევ ერთხელ გადააბიჯე? მოხდა, იყო ესეთი ამბავი, როდესაც მარნეულში, ესე იგი ნოემბრის რევოლუციის წინა თავგადასავლებში ხარ მოკლედ. წინა პერიოდია და მარნეულში პოლიციასა და ხალხს შორის იყო ქვების სროლა. რაღაც გამოეკიდნენ, ერთმანეთს არ მახსოვს ზუსტად თუ ვის გამოეკიდა, მაგრამ ესე იყო. და მაშინ მივხვდი, აი ეს იყო ის პირველი დღე, როდესაც მივხვდი, რომ სინამდვილეში ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე და რომ რაღაც ქვეყანაში ძალიან სერიოზულად შეიძლება და მე ვთქვი, რომ მე ამ გადაცემას არ წავიყვან, სანამ ამ სტუდიაში არ მოვა ყველა ის ძლიერი ასე სანამ არ გაერკვევი რა ხდება. სანამ არ გავარკვევთ ვინ არიან რა ხდება. და შევარდნაძე გამოვიდა რადიოთი ორშაბათს, ანუ ეს მოხდა პარასკევს, მე დავხურე გადაცემა, ორშაბათს გამოვიდა თქვა, რომ ვინ ეკითხება ყანდიაშვილს, მე რომელ დღეს, რომელ გადაცემაში უნდა მივიდე და მეორეს მხრივ ზაზამ მითხრა, შენგელიამ, რომელიც ტელევიზიის თავმჯდომარე იყო, რომ კოკ არის ის სიტუაცია, როდესაც შენ იმის გამო, რომ ეხლა ესენი შენთან გადაცემაში არ მოვლენ, გადაცემა უნდა დახურო, ამას შეიძლება უფრო გააფუჭოს სიტუაცია, იმიტომ რომ რეალურად იმის მთქმელი თუ რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, არავინ არ იყო და მომიწია ამ გადაცემის გახსნა კვლავ, რომელიც შემდეგ უკვე დავხურე. შინაგანი ბრძოლები გქონდა, ესე იგი ტელევიზიასთან კი, დაკავშირებით. ნაგა, როდესაც მიყავს გადაცემა და ისეთი როგორც იყო. სან ესეთი შოუ როგორც ჩვენ მიყავს. თქმა უნდა, იქ გაქვს შინაგანი ბრძოლა, იმიტომ რომ ერთის მხრივ შენ მუშაობ სახელმწიფო ტელევიზიაში. და რა დავალებაც გაქვს რეალურად, ის უნდა შეასრულო, ანუ თამაშის წესი ესეთია,
და მეორეს მხრივ შენ ხედავ თვითონ რა ხდება ქვეყანაში. შენ ვერ გაარკვე იმ პერიოდში რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ შენ ხარ სიმართლის დროში და მე გაგარკვევ რა ხდება აი ამ წამს ახლა შენს თავს. შენ მოიგე 4000 ლარი და მეორე ეტაპი წარმატებულად დავასრულეთ. მესამე ეტაპზე გადასვლის სურვილი გაქვს თუ არა? კი, მე მაქვს მესამე ეტაპზე. რაღაც ეტაპობრივად თულდება მე. მაგრამ თუ დეტექტორზე დაფიქსირდა, რომ შენს ქვეცნობიერს ესე კარგად არ იცნობ, თუნდაც შენ შეიძლება 400 ლარით წახვიდე აქედან, ანუ ერთი ტყვილი და შეიძლება 400 ლარით წახვიდე. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაჩერდე, პრინციპში თუ კი მიხვდები რომ ვეღარ აგრძელებ ან არ გაქვს სურვილი, მაგრამ როგორც კი მეკითხავს დაგისვამ შენ ამის საშუალება აღარ გექნება. თითქმის მეშინია, მაგრამ გავაგზავნე. რაც თავარია, მე ჩემ მოვალეობაში ვასრულე ყველა წესი შეგახსენე. მოდი ახლა გადავიდეთ მესამე ეტაპზე, მე-12 შეკითხვაზე. შენ ოპოზიციის PR აქციებში, ანუ მუშაობდი ხო, ან აქციებთან PR, თქვა მომავალი არჩევნების წინ იქნები ამით დაკავებული. ნუ ამ კონკრეტულ არჩევნებში, რომელიც 2010 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. ხო, არაერთი აქცია იყო, თქვა, თუნდაც უახლოეს წარსულში. კი, რა თქმა უნდა. ანუ ერთ-ერთი თქვა. მე ამ ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას ჩემი კუთხით, როგორც შეგეძლო დახმარება. კარგი, ზუსტად აი ამას ეხება ჩვენი მე-12 შეკითხვაც და ახლა გადავამოწმებთ და შევამოწმებთ თქვენს შეხედულებებს. მე-12 შეკითხვა. როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში? 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. არა. ეს პასუხი არის სიმართლე. როცა შენ უკვე 12 გუწელი პასუხი გაქვს. მოდი მე ვახშეებზე მომიტევი რამე. მე უბრალოდ გაგონილი მაქვს, მაგრამ საბედნიეროდ შეხება არ მქონია ეს რა ადამიანები არიან. არის ქალბატონი, პედაგოგი. მე ვახშე? მე ვახშეას. მას გაუყიდეს სახლი და მას დარჩა რაღაც თანხა. იგი ქირაობს ბინას, ამ თანხას აპროცენტებს და ამ პროცენტით იხდის ამ ქირას. ეს ქალბატონი არის მევახში. მას ძალიან ცხვენია ამის, ძალიან არ უნდა რომ ეს ესე ხდებოდეს, მაგრამ ესია. ავიღოთ მეორე შემთხვევა, არის კიდე ესეთი პროფესიონალი მევახშე, რომელსაც არ უჭირს, არანაირი პრობლემა არ აქვს. სირცხვილის გრძნობაც არ აქვს, და მას შეუძლია ინგა კორაშვილი გამოასახლოს სახლიდან თავის ორ ობოლ ბავშვთან ერთად. მოდით ჩვენმა ქართულმა საზოგადოებამ შეცვალოს წესები ისე, რომ დაცული იყოს არა მხოლოდ ადამიანი, რომელსაც ქვია იპოთეკარი, არამედ ადამიანი, რომელმაც ჩადო თავის ქონება, თანაბრად მაინც იყვნენ დაცულები. და ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ოჯახი გადაურჩეს უბედურებას. ნახოთ, იმედია გამოგვეხმაურებიან, შენც დაგეხმარებიან და პერანგით არ დამთავრდება ეს ყველაფერი. მე რამდენად ვიცი, შენ იქით გაუგზავნე მე ეს პერანგები საჩუქრად. იუმორის გზნობას არ კარგავ რთულ მდგომარეობის დროსაც. ეს არის ძალიან კარგი თვისება. მოდი პირდაპირ მე-13 შეკითხვას დაგისვავ. მე-13 შეკითხვა. მევახშეების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ინტერესებს ნამდვილად უანგაროდ ვიცავ? კი, ნამდვილად უანგაროდ ვიცავ ამ ხალხის ინტერესებს. მოდი ვნახოთ პასუხი. კი და არა, უბრალოდ მარტივი პასუხი. ეს პასუხი არის
სიმართლე. პირველად შევშენგოთ 13 გულწრფელი პასუხი გაქვს. დარჩა ერთადერთი შეკითხვა და შენ გახდები თუ ორი შეკითხვა და გახდები უკვე 10,000-ის მფლობელი, მაგრამ შენ თუ კი კიდევ ერთხელ გავხდები, თუ კი შენ მოიტყუე, მაშინ წახვალ მხოლოდ 400 ლარით. კარგად დაფიქრდი, გავაგზავნოთ თუ არ გავაგზავნოთ? უნდა გავაგზავნოთ. უნდა გავაგზავნოთ. შენ ყოველთვის ახლა თანამდებობები, ანუ ყოველთვის ყავდა ქვეშევრდომები, ხო ძალიან ბევრი. ნუ ყოველ შემთხვევაში ტელევიზიაში, აუდიენციაში და ასე შემდეგ. როგორი უფროსი ხარ? კაცრი, პრინციპული, მომთხოვნი. ყველა ვისაც ჩემთან უმუშავია, იცის რომ ნომერი პირველი ჩემთან არის პროფესიონალიზმი, ნომერი 2 არის დისციპლინა და ნომერი 3 არანაირი სიყვარული სამსახურში. არანაირი სიყვარული და მეგობრობა? მეგობრობა, ჩვენ მეგობრები ვართ. ეს იცავდნენ მეგობრები თქვა. გარეთ მეგობრები ვართ, მაგრამ სამსახური სამსახურად. რა ვიცი, ისე აეწყო ჩემი პროფესიული საქმიანობა, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მქონდა საქმიანი ურთიერთობა, აი რაღაც საქმეში ჩვენ ერთმანეთს მივყვებოდით როგორც შეგვეძლო ბოლომდე და მეგობრობაში ეს ჩვენ არ გვიშლიდა ხელს. თუმცა რაღაც პრინციპი ისიც იყო თავიდან, რომ მეგობარი სამსახურში არ მოიყვანო, მაგრამ არ გამომდიოდა. არა, პროტექციით მიმისვლა შენთან ვინმე. კი, როგორ? შენივე პროტექციით თქვა, თუნდაც იმიტომ რომ შენი მეგობარი ან მეგობრის შვილი ან უამრავი. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი იქნება ეს თავის საქმეში თუ არა. იცი როგორია, ეს ახლა თქვათ მეგობრის შვილია და მეგობარი მირეკავს და მოდის და თუ მე ვნახულობ რომ ამ ადამიანისთვის მე რეალურად საქმე არ მაქვს, მე ვასვერ საქმე უბრალო მიზეზის გამო რომ უბრალოდ უნდა დავაკარგინო დრო. ყველა ვინც ჩემთან მუშაობდა, კი, ყველა ვინც ჩემთან მუშაობდა, იმან ისწავლა საქმე. და ყველა ეს ადამიანები დღეს ხო შეიძლება შენ აიყვანო მეგობრის შვილი და ამ დროს ბევრად პროფესიონალი უკვე სასწავლებელი რო არ აქვს დარჩა გარეთ უმუშევარ არ არსებობს როდესაც რთავ ტელევიზორს შენ ნახულობ უამრავ ტელევარსკვლავს თითქმის უმეტესობა მათგანი არის აი იმ ჩემ სკოლა გამოვლილი არც ერთ ახლა არ დავასახებ თუმცა ყველა მიცის ყველა ვარსკვლავი მაგრამ მე ეს ძალიან მიხარია. ეს არის რაღაც ხანდახან ეს მაგონებს იმას, რომ მე უკვე 39 წლის ვარ და მალე 40-ის უნდა გავხდე. ხანდახან გონია რომ ვარ რა მაგარი ყოფილა ეს და მე თავის დროზე ამას ესე არ უყურებდი. ყოველ შემთხვევაში მათი წარმატებები არის ჩემი სიძლიერე. და მე ეს ძალიან მიხარია. ძალიან კარგი. მოვიდა მე-14 შეკითხვის დროს. მე-14 შეკითხვა. გაგიკეთებია სხვისთვის ის, რაც არ გინდა რომ სხვამ შენ გაგიკეთოს. გამიკეთებია. ეს პასუხი არის სიცრუე. სამწუხაროდ ეს ჩვენთვის მოულოდნელია, მაგრამ დეტექტორმა დააფიქსირა შენ ეს წყობა ასე არ. შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ტესტირებისას. შეიძლება. პასუხი იყო საკმაოდ დიდსულოვანი. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ძალიან საინტერესო შოუ გამოვიდა. და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრად შორს წავიდოდით. ნამდვილად არ მოველოდი ამ კითხვაზე. აი ამ პასუხს. მე მგონი დეტექტორთან ვთქვი, რომ ეს არ გამიკეთებია. შინაგანად ასე ვფიქრობ, რომ არ გამიკეთებია, მაგრამ როდესაც მე ვიფიქრე, მე მგონი მე გამიკეთებია რაღაც ის რაც არ მინდა რომ მე გამიკეთო. მაგრამ შენ თავიდან გამომდინარე და თამამი ხარ ალბათ ყველაფერი გონია რომ ყველაფერს აიტანს ისევე როგორც შენ და დღევანდელი გადაცემა იმედია თუნდაც შენი გამოსვლით დაეხმარება იმ ადამიანებს რომელსაც შენ ვცდილობ რაღაცა გააკეთო. თუნდაც შენთან მოსვით, თუნდაც საერთოდ ზოგადად
მოგვაწევი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მართლა ძალიან მოგენახეთ. ყველას და არის წარმატებები მოგესურვა ყველანაირად. დიდი მადლობა მინდა მოგალგებთ.